მოგესალმებით, მინდა თქვენი ყურადღება, საზოგადოების ყურადღება გავამახვილო იმ რეფორმაზე, რომელიც ჩვენ პარტიას, ჩვენს გუნდს შესთავაზა პრეზიდენტმა სააკაშვილმა და რომლის მთავარი ამოცანა და მიზანი არის ჩვენი პარტიის ბევრად უფრო მეტად დაახლოება საზოგადოებასთან, ხალხთან, ჩვენს წევრებთან, რომლებსაც საშუალება ექნებათ სპეციალური თანამედროვე ტექნოლოგიის მეშვეობით უშუალოდ ჩაერთონ პარტიის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. თანამედროვე ტექნოლოგიები ამის საშუალებას უკვე იძლევა, ამიტომ ნაციონალური მოძრაობა უკვე დიდი ხანია ცდილობს, რომ სწორედ უშუალოდ საზოგადოებამ მიიღოს მონაწილეობა ასეთი საკითხების გადაწყვეტაში და ჩვენ ეს გავაკეთეთ, როდესაც რამდენჯერმე ავირჩიეთ უკვე პარტიის თავმჯდომარე, მივიღეთ ამა თუ იმ პოლიტიკურ საკითხთან დაკავშირებით, მაგალითად 20-ში შესვლა არ შესვლასთან, პარლამენტში შესვლა არ შესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება. როდესაც ახალი თანამედროვე სისტემა დაინერგება, რომელსაც მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა გააკონტროლებს და რომელიც იქნება ისეთივე სანდოობის, როგორიც არის მაგალითად სხვადასხვა წამყვანი ბანკების ინტერნეტ ბანკინგის სისტემა, ჩვენ საშუალება გვექნება, რომ ამის მეშვეობით, მისი გამოყენებით, ამ სისტემის გამოყენებით, ან შესაბამისი აპლიკაციის გამოყენებით, ჩვენმა საზოგადოებამ წელიწადში რამდენჯერმე მიიღოს ის გადაწყვეტილებები პარტიის ხელმძღვანელობასთან ერთად, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი პარტიისთვის, ისევე როგორც როდესაც ამის დრო დადგება და იქნება ქვეყანაში მეტნაკლებად მაინც ნორმალური არჩევნების ჩატარების საშუალება, იქნება ეს ადგილობრივი თუ ცენტრალური, ასევე მიიღოს ჩვენმა წევრებმა მონაწილეობა ჩვენი პარტიული სიების დაკომპლექტებაში. ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, იმისათვის, რომ მაგალითი ვაჩვენოთ არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს აღმოსავლეთ ევროპაში სხვა პარტიებს იმისა, თუ როგორი უნდა იყოს პარტია, როგორ უშუალოდ იმართებოდეს არა მარტო პარტიული წესდებით განსაზღვრული ხელმძღვანელობის მიერ, არამედ მისი ნამდვილი წევრების მიერ. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ახლა ჩვენი პარტიისთვის, რადგანაც ვიცით რა მდგომარეობა არის შექმნილი ქვეყანაში ამ მოღალატე კრიმინალთა რეჟიმის მიერ, რომელსაც მიყავს საქართველოს იზოლაციისკენ, მიყავს რუსეთის გუბერნიობისკენ და ანგრევს ქართულ დემოკრატიას, ებრძვის პირველ ყოვლისა ნაციონალურ მოძრაობას, თუმცა ებრძვის ასევე სხვა ნებისმიერ ოპონენტ პოლიტიკურ ორგანიზაციას, არასამთავრობო ორგანიზაციას, საზოგადოებრივ ჯგუფს და ჩვენ ვგზნობთ ჩვენს პასუხისმგებლობას, როგორც ისტორიულად ამ რეჟიმის მთავარი ოპონენტი ძალა, იმისათვის, რომ ამ მოღალატურ და კრიმინალურ რეჟიმთან გქონდეს ის წინააღმდეგობა, რომელიც წინააღმდეგობაც საბოლოო ჯამში ჩვენ საზოგადოების ერთიანობითა და იმ მხილებით, რასაც ჩვენ საზოგადოებასთან ერთად განვახორციელებთ და იმ სიმართლით, რაზეც ჩვენ საუბრობთ, ერთად შევძლოთ ეს მოღალატური და კრიმინალური რეჟიმი დავამარცხოთ. ეს რეფორმაც სწორედ ამისთვის არის განკუთვნილი და აქვე მინდა მოგახსენოთ ბოლო გზამბილთან დაკავშირებით პრეზიდენტის, რომ სწორედ ამ მიზნებიდან გამომდინარე პარტიაში არანაირი საკადრო ცვლილებები არ იგეგმება, ჩვენ ვიქნებით კონცენტრირებული აი სწორედ ნაციონალური მოძრაობის მართვის საფუძვლიანი რეფორმის განხორციელებაზე.